მშვიდობის კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. დილამშვიდობის მამაო დაგლოცოთ. ქრისტემ დაგლოცოთ, გაგახაროთ უფალ. მამაო თეოდორე, ჩვენ ახლა ვართ მარხვის პერიოდში, პეტრე-პავლობის მარხოს აღნიშნავთ, სულამდენიმე დღეში პეტრე-პავლობას ვიზეიმებთ და იქნებ ზოგადად რო ვისაუბროთ მოციქულებზე, პეტრეზე, პავლეს, ზოგადად მათ როლზე, მათ მნიშვნელობაზე ჩვენ ცხოვრებაში, ეკლესიის როლზე, ეკლესიის ცხოვრებაში, ზოგადად მათ მნიშვნელობაზე. მამაო, ვიდრე პასუხს გაგცემთ, მინდა მაყურებელს უთხრა, რომ შეუძლიათ თუ კი გაუჩნდებათ შეკითხვა მოძღვართან კითხვები მოგწერონ Facebook-ის გვერდზე საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება ან ჩემს პირად გვერდზე ელისაბედ აბულაძე ლათინური ასოებით შეგიძლიათ აკრიბოთ. ასე რომ ველოდებით თქვენ შეკითხვებს. 12-ში მართლაც ვიზეიმებთ ამ ორი დიდებული მოციქულის ხსენებაა და რა თქმა უნდა ყოველთვის ამას ხშირად ვამბობთ, რომ როდესაც ჩვენ ეკლესია გვაწოდებს რაიმე დღესასწაულს, ან მარხვას, ან დღეს, ყოველთვის უნდა ვცდილობდეთ, რომ ჩავწვდეთ არა უბრალოდ უბრალოდ გავიგოთ ამ დღესასწაულის ან დღის, ან მარხვის რაღაც ისტორიული რაკურსები კი არ გვაინტერესებდათ, ხოლოდ აი თქვათ როგორ მოხდა, რანაირად დაწეს და ასე შემდეგ. არამედ ჩავწვდეთ არს და პირველ რიგში გულისხმობ იმას, თუ რამდენად გვეხება დღევანდელ ქრისტიანებს ესა თუ ის მოვლენა, ესა თუ დღესასწაული, მარხვა და ასე შემდეგ. იმიტომ რომ რელიგიური ცხოვრება ხშირად გვითხოვს, რომ ეს ზედროული ფენომენია. ყველაზე მთავარი რაც არსებობს ეკლესიაში, ეს არის ევქარისტია, რომელიც არის ცენტრი, გული ეკლესიური ცხოვრებისა. ევქარისტია სწორედ ზედროული ფენომენია, მას ხوارმა იგი ისე აღასრულა და ისე აღავლინა პირველად, რომ იქ მიანიშნა სწორედ, რომ იგი არის სივრცისა და დროის კონტექსტიდან ამოღებული. ან მეგულისხმობ იმ საიდუმლო სერობას, რომელიც უშუალოდ მაცხვარმა, თუმცა ყველა საიდუმლო სერობას, ანუ ყველა წირვას უშუალოდ მაცხვარი აღასრულებს. მაგრამ ისტორიულად როცა ეს მოხდა პირველად, ხა მე ამის განმარტებას არ დავიწყებთ, ადრეც გვისაუბრე ამის შესახებ, ესე იგი ისტორიული სივრცისა და დროის კონტექსტიდან ამოღებულია. ანუ ყველაზე მთავარი. და აქედან გამომდინარე, ყველაფერი რაც ხდება ეკლესიაში ზედროულია და ამიტომ თითოეული ჩვენთანგანს უნდა განვუკუთვნოთ აი დღეს მე 2000 წელს 2000 წლის მერე 21 საუკუნეში თქვათ როგორ უნდა გამოვიყენო ეს რანაირად მეხება მე საერთოდ რა მნიშვნელობა აქვს ამას ჩემთვის და ასე შემდეგ. და საერთოდ აღმოვაჩენთ რომ ყველაფერი რასაც თქვათ წმინდა ეკლესია გვასწავლის, რომელიც რა თქმა უნდა ეფუძნება საღვთო გარდამოცემას, რომელიც ერთ-ერთი ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირფასი გამოღვლინება ეს არის წმინდა წერილი. წმინდა წერილი ეს არის ცოცხალი, მარა ცოცხალი რამ, რომელიც ამოუწურავია და სწორედ ესე იგი იმდენად თანამედროვეა და იმდენად ყოველდღიური და იმდენად პირადია, რომ რაც მეტად ეცნობ იმას, მეტად გაუცებული და გაკვირვებული ჩრდები თუ ყველაფერი ეს როგორ დაიწერა შენთვის, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ყველაფერი რაც დაიწერა წმინდა წერილში ჩვენ სამოძღვრებლად დაიწერა. საერთოდ მოციქულთა მარხვას შესახებ ისტორია თქვათ ყველგან წერია ამის შესახებ თუ როგორ დაწესდა ეს ეკლესიაში თქვათ, რატომ არის რომ თქვათ ერთ დღეს არის ხსენება ამ ორი მოციქულისა, რომ ისინი თქვათ ერთ დღეს აღესრულენ და სხვადასხვა ვერსიები აქვს კალენდარული ერთი დღე თუ ფაქტობრივად ერთი დღე. თან საინტერესოა ისიც, რომ პეტრე მოციქული არის ერთ-ერთი, რომელიც თქვათ 12 მოციქულთაგანია. ძალიან საინტერესოა პეტრე მოციქული და წმინდა წერილი საინტერესოდ აბსოლუტურად გულწრფელად გვაწვდის, გვაჩვენებს პეტრე მოციქულის პიროვნებას თუ როგორი ეს არის გომხორვალი, ეს არის საოცრად ერთგული, ეს არის საოცრად თავდაბალი, პირველი გახსოვთ მისი ეს გზნებარე როგორც ასეთი დაუვოკებელი პირველი რეაქცია, როდესაც პირველი შეხვედრა, ერთ-ერთი პირველი შეხვედრა ყოველ შემთხვევაში, ესე იგი პეტრე მოციქული თავის საქმის პროფესიონალია, მეთევზეა. ამ დროს მოდის ვიღაც ადამიანი, რომელიც არ არის მეთევზე და ჭკუას ასწავლის, არიგებს. იცი რა, ეხლა წადი და ითევზავე აქა და აქ ესე გააკეთე. ბუნებრივია ნებისმიერი პროფესიონალი ხარ, ნებისმიერი ჩვენთაგანი რაღაც ჩვენ მე რას მასწავლე, მე უკეთ არ ვიცი, კაცო, და ხელ თევზე არ არის და რას მეუნები. ეს საოცარი თავდაბლობა, ის მანამდე ღვთის სიტყვას ისმენს, ხო? ღვთის სიტყვას ისმენს და მის გულს ხვდება. ანუ პატივს ცემს უკვე ამ ახალად გამოვლენილ მოძღვარს.
პატივისცემს, მაგრამ მან თევზაობა არ იცის, ესე თulis, მაგრამ აი პატივისცემის გამო, სიმდაბლის გამო ემორჩილება ხდება სასწაული, როგორი რაოდენობის თევზს იჭერს. და მე ხდება რა რომ მისი ჩვეულებრივი ადამიანი არ ადგას ანგარების განცდა კი არა აქვს რომ უი რა კაი მეგობარი შევიძინე ესე ყოველდღევამდე თავს დამაჭერინებს გამდიდდები არამედ დაემხობა და ეთქვის რომ განვე ჩემგან მე კაცი ცოდვილი ვარ ანუ ეს საოცარი განცდა ანუ აი ეს ორი რამ მისი თავდაბლობა მორჩილება და მე ეს საოცარი აღქმა საკუთარი ცოდვილობისა და აბსოლუტური უანგარობა ეს არის ის თვისებები რომელიც რა ვიცი, აბა ჩვენ ოდეს მივახცევთ ამას, მაგრამ უნდა ანუ ვისთვის დაიწერა, ჩვენთვის სამოძღვრებლად დაიწერა, ჩვენ არა გვაქვს უფლება რო თქვათ, რომ იცი მე ამას ვერ შევძლებ, ეს მე არ მეხება. იმიტომ როგორც კი ადამიანი იტყვის ნებისმიერი თქვათ მინიშნება და წმინდა წერილით, რომ ეს მე არ მეხება, ჩათვალე რომ შენი საქმე რაღაც ძალიან ცუდად არის. თუ ეს გეხება სინამდვილეში. გესმით? ანუ ეს საოცარი შტრიხი პეტრე მოციქულისა და აქედან გამომდინარე ხდება სწორედ ეს მოციქული. აბა ისე ჩვენ ვფიქრობთ რომ კი ღმერთი ირჩევს, რა თქმა უნდა. ღმერთი ირჩევს, ღმერთი გააძლევს ნიჭს, ყველაფერს. საერთოდ შენი გული რო ცემს და რო არსებობს, ეს ღმერთისაგან არის, მაგრამ შენში არის რაღაცა ის, რის გამოც მე ღმერთი გამოგირჩევს. თითოეული ჩვენთაგანისათვის ეს დაფარულია. მე არ ვიცი თქვა რატო გავხდით მოწყობილ. არჩენ არიცი და არჩენ. არც თითოეულმა ჩვენთაგანმა არიცის. იმიტომ რომ ეს თუ დაინახე რატო გავხდი მორწმუნე, იმ წამს დაკარგავ წვენას, იმიტომ რომ ესე იგი ეს რა ყოფილა. მაგრამ აი ეს პეტრე მოციქულის მაგალითზე ჩვენ ვიცით, იმიტომ რომ წმინდა წერილი გვაწოლებს და გვიშიფრავს და ჩვენ გვაძლევს საშუალებას ის სათნოება, რომელიც პეტრე მოციქულს აქვს, რის გამოც ის უფალმა გამოირჩია, ეს სათნოება ჩვენ მოვიხვეჭოთ, ხო? აი ესეა. და მაყურებელს აქვს ასეთი შეკითხვა, წერს ერთ-ერთი მაყურებელი, შეიძლება თუ არა ჩაითვალოს, რომ პეტრესა და პავლეს ღვაწლი გამოარჩია მაცხოვარმა, ვინაიდან მათი მარხვა არის დაწესებული და აღნიშნავთ პეტრე პავლობას. მე ჯერ ერთი რომ პეტრე პავლობის მარხვა რო თავისადაც ხარდია ისინი გამორჩეულნი არიან როგორც თავნე მოციქული, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ამით თქვა იოანე მოციქული დაკნინებულია, ხო? ჩვენ ის ეკლესია მათ მაგალითზე საერთოდ გვასწავლის თუ როგორ უნდა მიუბაძოთ მოციქულებს, როგორ და მათ მაგალითზე სხვა მოციქულებსაც როგორ განა იოანე მისაბაძე არ არის თქვა, განა ნათანაელი მისაბაძე არ არის, რომელსაც საოცარი ძიება აქვს ღმერთისა, რომელიც ლეღვის ქვეშ ზის და როგორ ხდება, რომ მის წინ ჩვეულებრივი ადამიანი არ არის, როგორც როცა ქრისტე ეტყვის, რომ საიდან მისოფ ნათანაელი ეკითხება და შენ ლეღვის ქვეშ რო იყავი, მაშინ გიხილე. და იმ წამსვე როგორ მიაგებს პატივს, ხო შესაბამის შენახა ანუ როგორ აღიარებს მას ღვთის ძედ და ქრისტეს. ანუ მე იმის თქვა მინდა რომ ამ შემთხვევაში ნათანაელი რა მაგალითს გვაძლევს. ადამიანის გული მუდამ მზაობაშია. ღმერთთან შეხვედრისა უნდა იყოს. იგი მუდამ უნდა ეძებდეს ღმერთს და თუ ადამიანი აი ამგვარ მდგომარეობაში იმყოფება ის აუცილებლად შეხვდება ცოცხალ ქრისტეს თავისი ცოცხლეში. არა მარტო ნათანაელი მაშინ არამედ თითოეული ჩვენთაგანი, იმიტომ რომ უფალი გვეუბნება რომ მე მარადის თქვენთანავ. აი ესე. მაგრამ ამ შემთხვევაში ეკლესია გვასწავლის წმინდა პეტრესა და პავლეს მაგალითზე. და პავლე მოციქულის საინტერესოა იმით რომ პავლე მოციქულის მდგომარეობა რაღაცნაირად გავს ჩვენ მდგომარეობას მე ამას იმ გაგებით კი არ ვამბობ რომ ჩვენ ვედრებით პავლე მოციქულს ხორთან დაგვიფაროს მაგრამ ჩვენ უნდა მიუბაძოთ პავლე მოციქულს ამას თავად პავლე მოციქული გეუბნება მობაძავ ჩემ და იქმენითო ვითარცამე ქრისტესა ეხლა პავლე მოციქულს რატოა ჩვენთვის საინტერესო პავლე ისე როგორც ჩვენ არ იცნობს ქრისტეს ხორციელად ახლა ერთ რეგიონში ცხოვრობენ, მაგრამ მაშინდელი კომუნიკაციის პირობები მოგეხსენებათ, ну, ისე მოხდა, რომ ისინი ერთმანეთს არ შეხვედრიან. პავლე მოციქული ესე იგი აქტიურობას იწყებს როგორც საზოგადო მოღვაწე, მაშინ როცა უკვე უფალი გარდაცვლილია და აღდგარიც და ამაღლებულიც არის. ანუ მიწიერად არ შეხვედრია და პავლე მოციქული ქრისტიანობას იცნობს საიდან? ეკლესიიდან, ეკლესია უკვე არსებობს და იწყებს ეკლესიის დევნას. ანუ არ იცნობს. ანუ და არის ამავე დროს ესე იგი მოშურნე იუდეული რომელიც დევნის ფაქტურად ათეისტი გაგებით რომ ებრძვის ქრისტეს ხო მაგრამ ჩვენ ვიცით პავლე მოციქულის მოქცევა როგორ ხდება განსაცვიფრებლად აი ერთი ნიუანსია პავლე მოციქული მოექცევა საკუთარი მას ეცხადება ქრისტე ჩვენ ვიცით და როდესაც და მიდის ისთვის რომ დაარბიოს ეკლესია და ქრისტე მაშინ ეცხადება და ეს გამოცხადება მისი სუბიექტური გამოცხადებაა
ეს ძალიან საინტერესოა, რატო? საერთოდ ეკლესია გვასწავლის, რომ არ შეიძლება ღმერთზე მხოლოდ თეორიულად იმსჯელო, აი თქვა მხოლოდ გონებით, რომ აი არის ღმერთი და ეს არის სწავლება და მე მას ვიღებ, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება სუბიექტური გამოცდილების გარეშე და არ შეიძლება ასევე სუბიექტურ გამოცდილებას დაეყრდნო მარტო ის რომ ეს არ იყოს დამოწმებული ობიექტური რეალობით. აი პავლე მოციქულთან საოცარი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას ქრისტე ეცხადება, და როგორ ეცხადება, ხო გვახსოვს ესე იგი ნათელი ხმა, ატომ დევნი დაემხობა, დაბრმავდება, მერე იქ ანანიას გამოეცხადება, თქვათ ამასაც უფალი გააგებინებს, რომ მასთან მოვა ანანია, მერე თვალებს ახილა, მერე ნათლობ, და მე უფალი მას პერიოდულად ეცხადება უკვე და ასწავლის ყველაფერი რაც მოციქულებმა იციან, იცის პავლე მოციქულმა და არა სხვებისგან, არა ადამიანისგან, არამედ კვლავ უფლისაგან, იგივე ევქარისტიის საიდუმლებას ასწავლის და ასე შემდეგ. ანუ პავლე მოციქული განისწავლება რატომ არის მოციქული? რატომ არის მოციქული შერაცხილი აი 12 მოციქულთან ერთად? იმიტომ რომ მას ადამიანისგან არ უსწავლია. აი სხვა თქვათ მოწაფეები თქვათ ხო მოციქულთა მოწაფეები ისინი სწავლობენ მოციქულებისგან ეს თავად ქრისტესგან სწავლობს თავად ქრისტემ გამოირჩია მაშინ როცა იგი აღდგარია და ამაღლებული მაგრამ რაღაცა საოცარ რაღაცას ჯერ სიბძნე პავლე მოციქულისა სიმდაბლე იგი მიდის და შემდეგ მოციქულებს ნახულობს და ის რაც მას სუბიექტური გამოცდილებათ აქვს მიღებული ამოწმებს თითქოს და იმ ობიექტურ სწავლებასთან რაც მოციქულებს აქვთ იმიტომ რომ მოციქულები უშუალოდ იცნობენ აი მათ ავტორიტეტს, მათ ცოდნას, მათ გამოცდილებას ქრისტესთან ურთიერთობისა, როცა ქრისტე მიწაზე იყო, ამასაც პატივს მიაგებს და ამით გამტკიცდება მისი, ესე იგი, სუბიექტური გამოცდილება. და ეს მაგალითია ჩვენთვის. თითოეულ ჩვენთანაც უნდა ქონდეს თავის სუბიექტური გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობისა, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დამოწმებული იმ ობიექტური სწავლებით, რომელიც 2000 წელი ეკლესიაში არსებობს და ამავე დროს ის სწავლება, რომელიც 2000 წელი ეკლესიაში არსებობს, უნდა იყოს განცდილი სუბიექტურად და ანუ რასაც ჩვენი პირადი ურთიერთობა ქვია უფალთან და ღმერთთან. პავლე მოციქულის საოცრება მე შემიძლია ვთქვა ესეთი რამ, რასაც ქრისტიანობა პრინციპში გვასწავლის, რომ ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ ქრისტიანები, ჩვენ უნდა გქონდეს მუდმივი ურთიერთობა წმინდა წერილთან. სხვათა შორის აქ მე მინდა შენიშნო ის სახით ვთქვა, რომ დღეს ძალიან ბევრი გამოცემაა წმინდა წერილისა, მაგრამ აქ უნდა გქონდეს წმინდა წერილთან ურთიერთობა, აი რაც არის გავრცელებული ძველ ქართულად კანონიკური ტექსტი გიორგი მთაწმინდესეული, ესე იგი რედაქცია. რატომ? იმიტომ რომ და რატომ არა ახალ ქართული? ახალ ქართული შეიძლება უკიდურეს შემთხვევაში გამოყენებული იქნას როგორც ლექსიკონი, თქვათ, როცა მე რაღაც ვერ გავიგე და ჩავიხედე. რატომ? იმიტომ რომ წმინდა წერილის სიტყვები არის სული. პავლე მოციქულის და უпроსორეთ უფლის სიტყვებია ეს. ჩემი სიტყვები სულია. ანუ სულია უფლის სიტყვები. ანუ ეს არ არის მარტო რაღაც ვერბალური რაღაც ინფორმაცია, რომელიც გონებისთვის არის განკუთვნილი. ეს ქრისტეს შესამოსელია, რომელსაც ეხები და განიკურნები. ასეთი შესამოსელი აქვს სხვას, მაგრამ ეხები და არ განიკურნები. ანუ ენერგია, ღვთაებრივი ენერგია და მადლია ქრისტეს შესამოსელში, თუმცა როგორც ნივთიერება ის იგივეა, რაც სხვა შესამოსელი. როცა მოციქული რომელსაც აქვს სული ქრისტეს, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ვისაც სული ქრისტესი არ აქვს, იგი არ არის მისი მოციქული, აი იმ გამოცდილებას, იმ სულიერ სამყაროს, ამ რომელიც ამასოფლის სულის საწინააღმდეგო, რაც ღვთის სულია ადამიანში, ხო? ადამიანში ფეთქავს ეს ღვთის სული, როგორც ქრისტე გვასწავლის ადამიანის გულში, ანუ ანატომიურ გულს არ გულისხმობ. ეს ამ სულით იძერწება ის სიტყვები ძველ ბერძნულად კოინე დიალექტზე, ანუ ჩამოქანდაკტა, ჩამოიქნა და ანუ ეს მატერიალური ფორმა სიტყვებისა არის მატარებელი იმ სულისა, იმიტომ რომ მოციქული ამ სულით აქანდაკებს და ამ სულით ძერწავს, ხო? ანუ ღმერთთან ერთად თანამშრომელია ამ შემთხვევაში მოციქული და აი ამგვარად ჩამოიქნა ეს და ამიტომ როცა ორიგინალში კითხულობ, ეს ორიგინალში მარტო ინფორმაციას კი არ იღებს, პირდაპირ სულზე მოქმედებს, არა მარტო ინტელექტზე, არამედ სულზე. რაც შეეხება გიორგი მთაწმინდელი მანამდე ექვთიმე, ხო? ისინი იგივე სულისანი არიან, რა სულისაც მოციქულები იყვნენ. მათაც იგივე ქრისტეს სული აქვთ, რა სულის მოციქულებს ქონათ. ამიტომ, როდესაც მათ ძველბერძნულიდან გადმოვა გადააქვთ ქართულ ენაზე, ხო? რასაც თქვა ჩვენ ახლა ვკითხულობთ. ეს ქართულ ენაზე გამოქანდაკებული, ჩამოქნილი სიტყვები იგივე სულის მატარებელი, იგივე ხელთუქმნელი ენერგიის, ღვთაებრივი ენერგიის, თაბორისეული ენერგიის მატარებელი სიტყვებია. და ამიტომ ეს იწოდება, რომ აი გიორგი მთაწმინდესეული და ექვთიმეს ეს სახარება, სამოციქულო აპოკალიფსი, ეს ფსალმუნები და ამ შემდეგ ეს არის იგივე ორიგინალი.
რა თქმა უნდა იგი თარგმანია, რა თქმა უნდა თარგმანში გარკვეული განსხვავებები არსებობს, მაგრამ სულით ორიგინალია. ამიტომ როცა ჩვენ ვიღებთ ამ წიგნს და ვკითხულობთ, იცოდეთ რომ პირდაპირ ღვთაებრივი სული და ენერგია მოქმედებს თქვენზე. ახალი ქართული გამოიყენოთ მხოლოდ იმისათვის, რომ გაუგებარი ადგილები აზრობრივად გაიგოთ და აქ მინდა ესეთი რამე გითხრათ, რომ სახარების გაგება, ოთხთავის გაგება აბსოლუტურად შეუძლებელია. თუ სამოციქულოს ამავე დროს სამოციქულოსთან არ აქვს ურთიერთობა. ამიტომ პარალელურად უნდა ვკითხულობდეთ ყოველდღიურად სამოციქულო განმარტავს. იმიტომ რომ პავლე მოციქული ამბობს, მობაძავ ჩემ და იქმენით ვითარცამე ქრისტესა და აი ქრისტეს უნდა მივბაძოთ, ეს არის ჩვენი სულიერი ცხოვრების არსი, ხო? ქრისტეს უნდა მივბაძოთ, მას მივემსგავსოთ და ქრისტეს სახე ხატება ასახარებაშია, მაგრამ პავლე მოციქული სხვა მოციქულები განმიმარტავენ, თუ როგორ უნდა დავინახო, როგორ უნდა გავიგო და როგორ მივიახლო და როგორ გავხდე მისი სულის მატარებელი. ზოგიერთი ადგილი შეიძლება ახალ ქართულითაც ვერ გავიგოთ თქვა, ხო, სახარებაში. ძალიან ბევრი ადგილია ასეთი. განსაკუთრებულად, სხვათა შორის სიღრმისეულად სახარების გაგება, ინტელექტუალურ გაგებას არ გულისხმობს, უბრალოდ ეს არის რაღაც ვერბალური წყარო და რაღაც მეტი, ეს არის ჭა, რომელსაც რაც მეტ წყალს ამოიღებ, უფრო სუფთა წყალი ამოდის. მაგრამ რაც შეეხება აზრობრივადაც ბევრი ამის გაგება რთულია, განსაკუთრებულად პავლე მოციქულის, რომელსაც საუბრის ახსნა ექსპრესიულობა, საოცარი დინამიკა, ცვალებადობა ახასიათებს, რაღაც იმპულსურობა, საოცარი ენერგიის მატარებელია პავლე მოციქულის, რომ კარნახობს, ვიღაცა იწერს, ხო და ეს რაც ესე იგი გულზე აწვება, იმას ამბობს, ეს პირდაპირ დაფიქსირებულია ორიგინალში, ესევე დარჩენილია და ეს იმპულსურობა, ეს ექსპრესიულობა, ეს ნიაღვარი მოდის ფაქტურად სულიერი ენერგიის, ამის გაგება, ეს იადული, რა თქმა უნდა არ არის. რა თქმა უნდა ძალიან რთულია. და აი პავლე მოციქული ფაქტიურად ჩვენ არ გვიტოვებს შესაძლებლობას, რომ ჩვენი ქრისტიანობა იყოს უბრალოდ რელიგიურობა. პავლე მოციქული აცოცხლებს ჩვენში ქრისტიანობას ის საოცარ ეს რა თქმა უნდა რაღაცა ორიგინალური არ არის ამ ხრივ, ამას თავად ქრისტიანკეთებს, ქრისტე საოცარ რაღაცას ამბობს სახარებაში, რომ აი წმენა გონის ლუთმოფენობას იკითხება ეგ თუ მე შემდეგ კვირას ეს არის იოანეს სახარების მე-6 თავი თუ არ ვცდები, ქადაც ქრისტე განმარტავს რა არის წმენა და პირდაპირ ამბობს რას ნიშნავს, რომ ქრისტე გწავს. ეს ნიშნავს იმას, რომ შენს შუამუცელში, შენს წიაღში, ანუ ეს იგივეა გული, ოღონდ არა ანატომიური, არამედ სულის ცენტრი, რომელიც ანატომიური გულის ზემოთ არის, ნიშნავს, რომ შენი გული გულისხმობ ისევე, ესე იგი არა ანატომიურ გულს. შენი გული ხდება, შენ გულში იწყებს ფეთქვას ცოცხალი წყლის წყარო, რომლიდანაც გამომავალი მდინარე მარადიული სიცოცხლისკენ მიედინება. ეს განცდად იგრძნობა, ის სუბიექტური გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობისა და სწორედ ამას ნიშნავს ქრისტეს წმენა და პავლე მოციქული ამ სიტყვებს მრავალზის განმარტავს. აი ამგვარ დამოკიდებულებას მრავალზის გვაჩვენებს და არ გვიტოვებს შესაძლებლობას ჩვენ გქონდეს არას მკვდარი რელიგიურობა. აი მაგალითად ესეთ რამეს ამბობს, როცა ის საუბრობს ჯვარცმულმა ცხოვარზე, ჯვარზე როცა საუბრობს. ნახეთ რა გახსოვთ ეს სიტყვები ყველამ ვიცით, როცა თქვა ჯვრის საკითხავებია და საერთოდ ფიქრობ სიტყვები ყველამ უნდა იცოდეს კიდევაც. იგი ამბობს, რომ რა არის სიტყვა ჯვრის შესახებ, ხო? აი როგორ ამბობს, რა არის ჯვარი, ვისთვის რა არის? იუდეველთათვის საცდური, ანუ ჯვარცმული ღმერთზეა საუბარი, ხო? და წარმართათვის სისულელე. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ უნდა გავიგოთ, რომ ეთნიკურ ებრაელებზეა საუბარი, ან ეთნიკურ ბერძნებზე, მაშინდელი წარმართი ბერძნებზე. არამედ საუბარი აქ ჩვენზე. ანუ აქ ლაპარაკია, თქვა რელიგიურ ადამიანზე ზოგადად, იმიტომ რომ იუდეველებში რელიგიური ადამიანები შეიძლება მოვიაზროთ, ანუ რელიგიური ადამიანისათვის ზოგადად, ხო, რომელსაც ღმერთი წამს. მისთვის ჯვარცმული ღმერთი არის საცდური. რატომ? ხო, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, ეხლა მე რაში მეხება, მე ხო ჯვარცმული. ნახეთ როგორი რაღაცა არის. რას ნიშნავს რელიგიური ადამიანი? მოდი ესე ვთქვათ. რელიგიური ადამიანი არის ადამიანი, რომელსაც წამს ყოვლისშემძლე ღმერთის არსებობა, რომელიც არის ჩემი საცოდავი პიროვნული არსების საყრდენი, იმიტომ რომ მე ამ ცხოვრებაში მიჭირს უამრავი პრობლემა მაქვს, ხო, არ ჩამოვთვლით რა პრობლემები გვაქვს ჩვენ ამ ცხოვრებაში და აბა ეხლა მე არ მინდა ზეციური ყოვლისშემძლე არსების ხარდაჭერა და რა არის ეს როგორი დამოკიდებულებაა ჩემი ღმერთთან? მიშველე ღმერთო ამაში, აბა ეხლა მე ვეზიარებ და აბა შენიც მე ვილოცე და ხო ყველაფერი კარგად იქნება. აი და ასე შემდეგ, სულ აი პარაკლისი მივედი, აი კვეთებული, სულ პრობლემების მოგვარება ღმერთი როგორ ამ და ვის არ ჭირდება ხო? რა თქმა უნდა. და ეს მიდგომა სავსებით ლოგიკური, მაგრამ როცა ადამიანი ამაზე ჩერდება, ეს არის წარმართული მიდგომა, ანუ ეს არის რელიგიურობა როგორც ასეთი, როცა ყოვლისშემძლე ღმერთის არსების ჯერა და პავლე მოციქული გეუბნება, მაშინ შენთვის ჯვარცმულისადმი ერთგულება საცდურია, იმიტომ რომ ქრისტიანობა რას გეუბნება?
რომ ერთგული იყო ჯვარცმულის, ერთგული იყო სიმართლის, როცა ის ძალას აავლენს და გეუბნება რომ მე თუ მდევნოს თქვენს გდევნიან. როგორია? რა არის საქმე? ესე იგი მე ყოველი შემძლე არსების და ამ დროს რა უნდა ვიდევნო? პავლე მოციქული გეუბნება, ვინც ქრისტესია იდევნება. აი ეს აღარ მოწონს. ეს საცტურია, ჯვარცმული, ანუ სულსტი, მიუსაფარი, დაუცველი, აქეთ რო ჩემი ხარდაჭერა წიდება, ეგეთი ღმერთის ერთგულება ცოტა არ იყოს რთულია და ჩემთვის ეს საცტურია. ადამიანი დღეს ეკლესიაში რომ მოდის, წირვაზე მიდის ადამიანი, დილას რო რისთვის მიდის წირვაზე, რომ რაღაცა წაიღოს და არ ფიქრობს რაღაცა მიიტანოს, რა უნდა მიიტანოს, ერთგულება. თავგანწირული ერთგულება. ჩვენ დაგვავიწყდა ცოტა ხნის წინ როგორ ლომებს უგდებდნენ ქრისტიანებს და ის იქით და აქეთ 20-იან წლებში მე-20 საუკუნისა, აბა ვინ ჩვენთაგანი გაბედავდა, ხე ვიჯდებოდით ესე, აბა მე ჭვება რომ ჩვენი მრავალი ჩვენთაგანი გამოსის წინაშე დადგებოდა. რაც შეეხება წარმართათვის სისულელე, ხო? ახლა ანუ წარმართი ახლა იგულისხმება ელინი ინტელექტუალური ადამიანისათვის, რომელიც ინტელექტუალურად ფიქრობს ღმერთზე, ხო? მისთვის ახლა ჯვარი რას ლაპარაკობ, როგორ შეიძლება ყოვლის შემძლე არსების ამგვარი კენოზისი, ანუ დამცირება, რომ ის ადამიანად მოვიდეს და მოკვდეს, აი აქ ეს ინტელექტუალური გონება სავსებით უძლურია. ასეთი ღმერთის შემეცნება, რომელიც მოვიდა და ადამიანად ჩვენთვის მოკვდა, მხოლოდ გულით არის შესაძლებელი და მას ესეთი გონები ტვინით, ანუ განჯისუნარით ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეიმეცნებ. აი ეს პრობლემები დღეს ხომ არის? არის. აი პავლე მოციქული გვაფრთხილებს, რომ ესეთი მარტო ამით შემეცნებელი და ყოველი შემძლე არსების მაყურებელი მხოლოდ ადამიანი ქრისტეს ვერ შეიცნობს. მისთვის საცტურია. და გარეგნულად ქრისტიანის ნიღბით იქნება წარმართი და ესე იგი რაღაც ეს უბრალოდ რელიგიური ადამიანი. მამო, რამდენიმე შეკითხვა არის შემოსული მაყურებლის. წმინდა წერილის კითხვაზე საუბრობდით და ერთ-ერთი ასეთი შეკითხვა არის, ანუ გარეგნული ფორმა როგორი უნდა იყოს, თუ შეიძლება რომ დამჯდარმა წავიკითხო სახარებაო. და მეორე შეკითხვა არის, პარასკევს არის პეტრე პავლობა და ახსნილდება შეგვიძლია გაგცეთ პასუხი. საერთოდ ახსნილებს მარტო ქრისტეს ის დღესასწაულები, რომელიც მაცხოვართან კავშირშია. ხო და ეხლა ისტორიულად როგორ ანეს კულინარული საკითხები ცოტა მწყრალათა ვარ ხო. ისედაც ხანმოკლე გამოვიდა ეს მარ ხო. ეგერთი და რაც შეეხება საერთოდ უფალს უნდა წამოუდგეთ გულში. ანუ რას ნიშნავს დგომა ფეხზე? სხვათა შორის აი დგომაზე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ როცა ვდგავართ ხშირად, შეიძლება იდგე ისე, რომ ჯობია დაჯდე. ანუ საფეხზე იდგე, მეორე ფეხზე გადახ. არა, არ შეიძლება. ან რომ ფეხები გაჩაჩხული აქვს ხომ და რომ დგას. სხვათა შორის ეს მამები არ მეწყენენ, ჩვენ სასულიერო პირებსაც გვემართება ესე. მამებო არ უნდა ვიდგეთ ფეხები გაჩაჩხული წირვაზე, იმიტომ რომ მთელი ჩვენი საერთოდ ხორცი და სული ერთობაშია, როგორც აი დოინი შემოყრილი არ შეიძლება ილოცო. ხო, აი ესევე არ შეიძლება ფეხები გაჩაჩხული ელოცო. უნდა ჩამოქნილი სანთელებით, აი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში რო აღწერილი, ფეხები ერთად შეტყუპებული, ხელები ჩამოშვებული და გარინდებული ღვთის წინაშე და მთელი შენი არსებით უნდა იმყოფებოდე გულში, ანუ ანატომიური გულის ზედა ნაწილში და იქიდან აღუვლენ, იქიდან არა, იქ აღუვლენ და ღმერთს შენს სავედრებას, შენ თვითონაც იქ უნდა იყო და პასუხსაც იქ უნდა იღებდე და როგორც კი ეს ფორმა ირღვევა, რაღაცა ხელები, ხან ერთ ფეხზე, ხან მეორე ფეხზე, ან ფეხები გაჩაჩხული დღე ხარ, ეს იმ წამსვე ირღვევა. ახლა რაც შეეხება ჯდომას. ჯდომა ასევე შეიძლება იყოს რაღაცა ესე იგი უაღრესად აი ფაქიზი ღვთის წინაშე და ეს ჯდომა შეიძლება ისეთი იყოს, რომელიც ძალიან ბევრ დგომას ჯობია, ესეთ დგომას წეღარო თქვი და ანუ ამ შემთხვევაში ხარ დამჯდარი, მაგრამ ღვთის წინაშე დამდგარი. ანუ წინა წერილი რა თქმა უნდა შეიძლება იკითხო დამჯდარი, მაგრამ აი კიდევ ვიმეორებ, ეს ჯდომა არ იგივე დგომა, ხოლო ზოგიერთი დგომა სულიერ განწყობას გააჩნია. ხო, აი ზოგიერთი დგომა არის რაღაც ამოკოტრიალება. იგივე ანუ თავისი მდგომარეობით. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, თავარი შინაგანი მდგომარეობა გულისა და დამერწმუნეთ თუ ადამიანი გულის წინა წერილის კითხვის დროსაც და ყოველთვის ღმერთს ეძებს შიგნით აუცილებლად ეს ისეთ ფორმას მოგცემს, რა ფორმაც არის სათნო ღვთისათვის. დახვეწილს რაფინირებულ კლასიკურ ფორმას ღვთის წინაშე დგომის. დიდი მადლობა დაგვაწევთ. სამწუხაროდ ჩვენ დრო ამოვიწურა, უღრმესი მადლობა ესეთ საინტერესო საუბრისათვის. გვესაუბრებდა ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორი გიგნაძე. ლოცვის დრო ერთად აღვავლინოთ ჩვით გზის ლოცვა და შემდეგ დაგიბრუნდებით პირდაპირ ეთერში, დაგველოდეთ.